ირანსა და ომანს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ჰორმუზის სრუტის საკითხზე მსჯელობისთვის ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა კოლეგა თეირანში მიიღო. ბადრ ალ-ბუსაიდიმ და აბას არაღჩიმ ეტაპობრივი მონახაზი განიხილეს, რომელსაც წინსვლისთვის პრაქტიკული და განხორციელებადი საფუძვლის შექმნა შეუძლია. ამის შესახებ მხარეთა ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. ეს მონახაზი დროებითი საერთო სანავიგაციო დერეფნის შექმნასა და სრუტის ნაღმებისგან გაწმენდის პროექტს მოიცავს. განცხადებაშივე აღნიშნულია, რომ შემდგომი მოლაპარაკებების ფარგლებში განიხილება მუდმივი სანავიგაციო დერეფნისა და სრუტის სამომავლო ადმინისტრირების საკითხები, ასევე ინფორმაციის გაცვლის, საზღვაო მოძრაობის მართვისა და შესაბამისად სანავიგაციო და უსაფრთხოების სერვისების უზრუნველყოფის მექანიზმი. იმედი მაქვს ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნის შესახებ განცხადების გაკეთებას მალე შევძლებთ, დაწერა ალ-ბუსაიდიმ პლატფორმა X-ზე ირანელ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ. კონსტრუქციული დიალოგი მქონდა თეირანში ჩემს კოლეგა აბას არაღჩისთან. იმედი მაქვს ჰორმუზის სრუტეში დროებითი დერეფნისა და უსაფრთხო ნავიგაციის აღსადგენად პრაქტიკული ღონისძიებების შესახებ განცხადების გაკეთებას მალე შევძლებთ. სრუტის სამომავლო მართვისა და პრობლემის საბოლოოდ გადაჭრის საკითხები თავის დროზე განიხილება ისლამაბადის მემორანდუმის მეხუთე მუხლის შესაბამისად. მშვიდობისა და თანამშრომლობის, სტაბილურობისა და ნავიგაციის თავისუფლების მხარდასაჭერად რეგიონულ პარტნიორებთან მოლაპარაკებები წარიმართება. როგორც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ქაზემ ღარიბაბადიმ სახელმწიფო ტელევიზიასთან საუბრისას განაცხადა, დროებითი მარშრუტი, რომელთაც გემები ომანის ყურიდან სპარსეთის ყურეში შევლენ, სრულად ირანის ტერიტორიულ წყლებში გაივლის, ხოლო საპირისპირო მიმართულებით მიმავალი მარშრუტი, როგორც ირანის, ისე ომანის ტერიტორიულ წყლებზე გავა. ღარიბაბადის თქმით, ირანი და ომანი შემდგომ მოლაპარაკებებს 30-დან 60 დღის განმავლობაში გამართავენ. ომანისა და ირანის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებს შორის შეხვედრა ერთი კვირის თავზე გაიმართა მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ომანს დაემუქრა, რომ თუ კი იგი თეირანისა და ვაშინგტონის მოლაპარაკებებს ჰორმუზის სრუტის საკითხზე ხელს შეუშლიდა, ამერიკის შეერთებული შტატები მას ძალიან ძლიერად დაარტყამდა. უცნობია მიიღებს თუ არა ტრამპი ირანსა და ომანს შორის მიღწეულ შეთანხმებას.